მისიანოვნებით არა თუ გამოვეხმაურები, არამედ ახლა ბატონ გენოს და ბატონ რენეს საუბრობდი ამასთან დაკავშირებით გულის მომკვლელი წიგნია. წიგნი, რომელიც ისეთი ხმასებით შეიპყრობს ადამიანს, შესაძლებელია სასოციალურ კრიტიკებაშიც კი ჩააგდოს. იგი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დააფიქრებს კაცს, თურმე რა ტრაგედიებისთვის გამოიწვია, რამდენი ღალატისთვის, რამდენი მეტგაცრუებისთვის, რამდენი ზურგში მახვილისთვის, რამდენი ნატრის იავარქმისთვის. როსტომ ჩხეიძეს მადლობა უნდა უთხრათ. გულწრფელი ვარ ამ შემთხვევაში ყოველგვარი რაიმე ეტიკეტის გარეშე ვარ, ამას მადლობა უნდა უთხრათ იმისთვის, რომ ის ინახავს მომავლისთვის, ჩვენთვის, ყველასთვის, ყველა ქართველისთვის ინახავს საქართველოს თავის რომანებში, თავის სათავგადასავლოებში. ალბათ მართალი იყო ერთი წერალი, რომელიც შენიშნავდა, რომ ისტორიკოსები ვერ დაწერენ ნამდვილ ისტორიას. გაცილებით უკეთ შეიგრძნობენ ისტორიას პოეტები და მოგზაურები. მათ შეუძლიათ სულში ჩაწვდენ პროცესებს. ერთ პიროვნების მიერ თქმული ერთი ტრაგიკული ფრაზით გახსნა მთელი საუკუნე. მეორე შენიშნავდა, რომ წარმოიდგინეთ არსებობს ისტორიაში ასეთი საოცარი ტრაგიზმით აღსავსე ფრაზა და შენს ფოტოს გახსოვთ პრეისის სიტყვები. ვერავითარი წიგნი ვერ გადმოსცემს იმ ტრაგიზმს, რომლითაც შეიძლებოდა შეპყრობილი ყოფილიყო იულიუს კეისარი იმ დროს. ეს სიტყვები კი არ უნდა წაიკითხო, უნდა მოისმინო, უნდა გაიგონო ეს სიტყვები. აი იმ წუთიერი ტრაგიზმით მოისმინო ეს სიტყვები. როსტომ ჩხეიძე ახერხებს იმას, რომ თავის რომანში აი ამ ტრაგიზმს, აი ამ ღრმა უცხოს ადამიანის სულისას, მის ჭიდილს ბედთან, საწუთროსთან, პოლიტიკასთან, ვერაგობასთან, გაუტანლობასთან, ამას აჩვენებს არაჩვეულებრივად. მადლობა ამისთვის. შალვა ამირეჯიბი შენიშნავდა, რომ აჯანყებათა დიდი უმრავლესობა დამარცხებულა. მხოლოდ ერთ-ორ აჯანყებას თუ გაუმართლია ისტორიაში. იმიტომ რომ მეამბოხენი არ არიან ადამიანები, რომლებიც პრაგმატულად აზროვნებენ და რომლებიც დაჟინებით მიისწრაფიან გამარჯვებისკენ და აღმოჩნდება საბოლოოდ, რომ თურმე თვითმიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება არ ყოფილა. თვით აჯანყების ფაქტი, ბედთან შეურიგებლობის ფაქტი არის ისეთი რამ, რომელიც არ ნახულ მწვერვალზე ატყორცნის ადამიანს. ალექსანდრე ბატონიშვილი სწორედ ასეთი ვინმე იყო, როსტომი ხშირად კითხულობს იქ, როგორც მთხრობელი კი, მაგრამ ასეთი მიამიტი, ასეთი გულუბრყვილობა, მაგრამ ეს გულუბრყვილობა ამშვენებს, გმირს, სხვაგვარად გმირი ვერ შედგება, ვერ იცოცხლებს ადამიანი, გმირად ვერ გადაიქცევა, რომელსაც თავისი ყოველი ნაბიჯი, ყოველი ჟესტი გათვლილი და აწონილ-დაწონილი აქვს. ეს სხვა სტიქია, ეს სხვა სამყაროა, სხვა სამყაროს ადამიანები არიან, თითქოს ისინი, რომლებიც ბედისწერას ებრძვიან. ალექსანდრე ბატონიშვილის მთელი ცხოვრება ეს იყო ბრძოლა, შეუპოვარი, თავგანწირული ბრძოლა ბედისწერასთან. ეს თითქოს ნიტონის სიტყვებია. ეს სიტყვები, რომელიც რაღაც საოცრად გახმიანდა ბარათაშვილთან და არასოდეს არც ერთ ქართველს, რომელმაც წერა-კითხვა იცის და რომელსაც ლექსი ერთხელ მაინც აუკითხავს, არასოდეს არ დაავიწყდება ბარათაშვილის ის საოცარი სტრიქონი, როდესაც ის ველაპარაკება მერნის პერსონაჟის განწყობილებაზე, ლირიკის განწყობილებაზე, ბედისწერასთან შეკინებული ალექსანდრე ბატონიშვილი, 1000 ვერაგობის პირისპირ მდგარი ალექსანდრე ბატონიშვილი. ჩვენი ისტორია რამდენმა როგორ წაიკითხა და რანაირად წაიკითხა, კარგად იციან ამ დარბაზში ყველა, რომ არსებობს უკიდურესი ნიჰილიზმით აღსავსე დამოკიდებულება ქართველთა რაობისადმი, რომ თურმე ჩვენს არსებობაში ღვთის ხელი ამურევია
რომ თურმე ჩვენი ინიციატივა იყო ყოველთვის რეაქცია ჭიაყელისა, რომელსაც ფეხს ადგავდნენ. გახსოვთ ნიკოლო მიწიშვილის საოცარი გულისტივით ნათქვამი სიტყვები. მანამდე კიდევ უფრო ადრე გაცილებით ადრე, როდესაც ვახტანგ გორბელიანი წერს თავის საოცარ ცხრემნარევს ტრიქონებს, ობოლს, იმედს, სადაც არა მარტო მთელ ცივილიზებულ სამყაროსადმი საყდრს ლაპარაკობს, რომ თქვენ მოგეკითხებათ იმის გამო, რაც ქართველებს დაემართა ამ სამყაროშიო, უფრო მეტიც სასოწარკვეთილი ქართველი ამაღლებული ტრაგიკულ განცდამდე ღმერთსაც კი ეუბნება საყდრს. აი ვახტანგ გორბელიანი ამით არის საინტერესო. თვით უფალსაც შეფედავს კი, მერე თავზე ნაცარს იყრის და მოთხმის და გოდებით პატიებას შესთხოვს უფალს, მაგრამ მაინც ამბობს იმ საყდრს, რომელიც ეთქმის ქართველ კაცს მთელი სამყაროს მისამართით, იმის გამო რომ ჩვენ არავის მიმართ ხელგაწვდილი მათხოვრები არ ყოფილვართ ჩვენი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ არსებობს დიდი უსამართლობა, რომელიც ალბათ რაც უფრო ხანში შევა ადამიანი, უფრო და უფრო აშკარა ხდება. მე მახსენდება ერთხელ, როდესაც ცხონებულმა ანა კალანდაძემ გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ლექსი, რომელიც თავდებოდა ასე: მან კი უზადოდ შექმნა ყოველი სამყარო ესე, რომელმან შექმნა. გახსოვთ კალანდაძე, შეთამამებული ვიყავი მაშინ ალბათონ ანასთან ხშირი საღამოები რაღაცეები ეცხოვოდა და მე ვუთხარი, რომ კითხვის ნიშანი ხომ არ უნდა დაგესვათ ბოლოს მეთქი და არა რას ამბობ, რომ დაბრაზდა ქალბატონიან არას. მან კი უზადოდ შექმნა ყოველი სამყარო ესე, რომელმან შექმნა. ხომ არ ჯობდა ეს კითხვის ნიშანი დაგეთავებიათ მეთქი, არა ეს ასე უნდა დარჩესო. და ეს სკეპტიციზმი, რომელიც საოცრად ჯანსაღი ხსნობაა და არამც არ გვანებებს იმას, რომ უარი თქვათ ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს ფასეულობებზე, კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს რწმენას ჩვენივე თავისადმი, იმ ნამდვილი სახისადმი, რასაც ქართველი კაცი და ჩვენი ისტორია წარმოადგენს. როსტომ ჩხეიძეს მადლობა ეკუთვნის იმიტომაც და ეს მადლობა ჩემგან როგორც კითხულისაგან და ჩვენი დარბაზისაგანაც ალბათ სრულიად გასაგებია, რომ ის აი როგორც ჰამლეტს თავისი მამის აჩრდილი არ ასვენებს, მუდმივად დათვალიერებს, ერთხელ გამოჩნდება, მაგრამ შემდეგ მის წარმოდგენაში არასოდეს არ იკარგება, აი ესე გვიცოცხლებს. ჩვენ ჰამლეტებს ყოფნა არ ყოფნის იჭნეული კითხვის ნიშნებით სავსე ადამიანებს აჩრდილებს, დიდ აჩრდილებს, რომლებიც გვაიძულებენ შემდეგ ვიქცეთ იმათ, რადგან ვერ წარმოგვედგინა, რომ გადავიქცევდით. უღმესი მადლობა ბატონო როსტომ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ასე ვიწყდებით.